Hi, ილო, როგორ? როგორ ხარ? იცი რა მაინტერესებს? აი ეს რა პრინციპით არიან, რომელი ხართ აქ, რომელი ხართ? აი, კარგი ამბავი, ავიცი. მე ვარ მარწყვი. მარწყვი, აბა. მარწყვი რა იქნება, რა იქნება. მართალია 3 ხართ და 4 არ ხართ, მაგრამ ცოტა მაგონებთ აი სექსი დიდ ქალაქში რო დაქალები იყვნენ რა. რატომაც არა. ეგრე არ დავიწყებს თავიდან. შენ გითხარი, როგორ წამყვანების ამპლუაში შენ უფრო დიდი გამოცდილება გაქვს. გითხარი ჩვენს პროექტზე, რას ფიქრობ, ჩვენს თავისუფლად კაი წამოწყება, მე ადრეს გახსოვს ადრეს ლაპარაკობთ მაგაზე, აი ადრე ნახე სოპრანოს კლანი, ძალიან მიყვარს ეს სოპრანოს კლანი და თავის დროზე ამ სერიალმა რა, როგორც აქ, ისე იქ მოახერხა, რომ მართლა აი ოჯახის წევრებად აღიქვავდნენ ტიპებს უკვე რა, იმიტომ როგორია ხო ეხლა ამერიკაში ყოველ დღე უყურებ და უყურებ აი ყოველდღიურ რუტინულ მათ ცხოვრებას რა და რაღაცნაირად ეს ამ სერიალმა ძალიან გაამართლა. მე რაღაცა პერიოდი რო გავიდა, ანუ მე არ ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც მართლა მოგვენატრა რა ეს ტიპები რა და 1000 რაღაცა ინსაიდერული შეიძლება გითხრას ხო რაღაცა ისეთები, რაც ადამიანებმა არ ვიცოდით რა და ბევრი ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმინეთ. იქიდან მოყოლებული სულ ფიქრობდი, მეთქი რა კაი იქნებოდა მეთქი რომ ანუ ეს ჭეცადოზეც რაღაცა ხო ანუ ვით უმეტეს მონატრებულზე, იმიტომ რომ ამდენი ხანი გავიდა და ნუ აი გარეთ რო გავდივარ, რა თქმა უნდა 100-დან 80% შაგუს მეძახის. გარდა ამისა კიდე პირველი რითიც იწყება, აი გამარჯობა. შეცადე როდის დაიწყება? ანუ ეგ არის რა და აქედან გამომდინარე ხალხში ეს არის, ეს მოთხოვნილება არის და შესაბამისად დამიხარდა რომ დაიწყო. გინდა რომ დაიწყოს? დაიწყო და ეგ არის ხო. შენი აზრით შაგუს ძალიან ბევრი რაღაცები გადახდა ბოლოს. რა, შეცადე რომ დაიწყოს? როგორ არ მინდა და ვერ გავიგე იწყება თუ არა ეხლა მე გიკითხები რა. ბოლო ხალხი ხდება. რა კარგი ერთმანეთს რო ეკითხები. დედას მიცავარ ხალხი ხდება და მეუნება რომ იცი რა არის, იწყებთ ხო თუ რაღაცა და ვა მეთქი რა რას ვიწყებთ. აი ამ პოდკასტის პირველი სეზონის ბოლოს იმედია გვეცოდინება მაგაზე პასუხი. იმედია, იმიტომ რომ რა არის, იცი აი იკითხა ერთმა, იკითხა ორმა და თან კიდე ანუ იძახიან რომ არა ისო ვიღაცამ ეთყობა ხელში ჩაიგდო fake გვერდიდანო რაღაცაო, იმიტომ რომ აშკარად ისე თქვაო რომ იწყებაო ვიღაცა ტიპმა, ვინ ტიპმა რა ტიპმა. ძალიან კარგი ტიპი არის. არ ვიცი, მართლა ყოჩახ შენს გამბედაობას ჯერ დაიწყო რომ ხوار გინდათ რომ დაიწყოს. მე რომელი მოგდა ბოლოს დაანონსა რომ 26-ში იწყება ჩიცოდო და მე ყოჩახ გაგიმარჯოს. მე მივხვდი რასაკეთებს ეს ტიპი. ეთყობა ის არის დიდი მოყვარული აზრების მატერიალიზაციის და თulis რომ რაც უფრო ხშირად იტყვი და თუ იწყება კი არა იწყება. ასე უნდა განაწყო თავი და ყველაფერი გამოვა რა. და რომ დაიწყოს როგორ გგონია შენი გმირის განვითარება როგორი იქნება? შაგუ მე ხარ აქ ნახო, აი რაც უნდა და ყველაფერს პრინციპში მიაღწია ხო, ამდენი კონფლიქტები, ამდენი ის. ანუ ერთი შეიძლება ეგეთ ტიპებს მე ბოლოში ეწყებათ ხოლმე, რომ ბიჭო რაღაცა ისეთის ნაწილი გავხდე, რომ რაღაცა კარგიც გავაკეთო, აი თუნდაც იმიტომ რომ გადაფარონ წარსულში. აი ხა ეკლესია არა აშენება ძალიან. ეკლესიას აშენებას არ ვიცი, მაგრამ მისი ეგოცენტრიზმის ამბავი რომ იცით იხოს თუ რაღაცა დიდის ნაწილი უნდა იყოს, რომ მე ეს ვერ ისვენებს მოკლედ. ერთი ეგ არის. მეორე ის არის რომ შეიძლება აი ხაჭკარიდან და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბოლო მარტო მონასტერში წასულიყო ბოლოს ტიპი რა, ეგეც საინტერესო ხაზი იქნებოდა რომ წავედი მონასტერში 6 თვით მოუხიე და იქ რომ თავის განცდებშია და რაღაც რო ახსენდება და ეგეც შესაძლებელია. ან ბევრი შესაძლებელი იყო ეგ. ან კიდე თქვათ ესკალაცია ვითარების და თქვათ მართლა ვაკის გადაკეტვა ეჩალიჩა და ამარჩევნების დროს არეულობები რო იქნებოდა, ვიღაცას არბევენ და ბიჭო ესენი ჩემო ბანში არის, შე ვის არბევდა აქ პოლიციასთან კონფლიქტი და ვაკის ავტონომიას ბოლომდე მიწოლოდა და მართლა სავიზო რეჟიმი შემოეღო რა რაღაცა. დამოუკიდებლობა.